6 და 8 ნოემბერს ალტა უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის ორგანიზებით ორდღიანი MedTech ჰაკათონი გაიმართა. თემაზე AI for Care. ჰაკათონის მიზანი მე-12 კლასელებისა და ალტა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ინოვაციური აზროვნების განვითარება, ინტერდისციპლინარული თანამშრომლობის წახალისება და ტექნოლოგიური უნარების გაძლიერება იყო. 7 ნოემბერს გუნდებმა ფინალური პრეზენტაციები წარადგინეს. გამოვლიდნენ გამარჯვებული გუნდები, რომლებსაც ფულადი პრიზები გადაეცათ. ჩვენი პროდუქტი არის ფილმი და ეს წარმოადგენს Pill Reminders, მაგრამ ეს არის main feature-ი, მაგას აქვს სხვა feature-ების, როგორი არის AI ასისტენტი, pulse detection-ი, რაც თითქმის არც ერთ აპლიკაციაში არ არის. ყველაფერი ერთად მოქცეული. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ადამიანებს შეიძლება დავიწყებათ თავიანთი მედიკამენტების დანიშნულ დროზე მიიღება და შესაბამისად ის წეს ჯანმრთელობის ხარისხის გაუარესებას, სიკვდილიანობას, ჯანდაცვის ხარჯების ზრდას. შესაბამისად დიდ პრობლემას აგვარებს ჩვენი აპლიკაცია. თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ ზოგიერთი წამლის მიღება არ შეიძლება, თუ მაგალითად არ გავზომეთ ჩვენი წნევა ან პულსი, იმიტომ რომ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ჩვენზე. შესაბამისად ეს ამ აპლიკაციაში სწორედ პულსის დეტექშენი არის და დავამატებთ წნევის დეტექშენს მალე. მე ვარ მართა შალომბერიძე, ვარ მე-11 კლასელი და ჩვენი გუნდი იყო Clemify, ჩვენი გუნდის იდეა იყო რეალურად შეგვექმნა ისეთი აპლიკაცია, რომელსაც ასევე შეიძლებოდა smartwatch-ებზე გადმოწერა და მოყვებოდა ლამპაც. ეს რეალურად იყო იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს ძილის პრობლემები და რეალურად იმისთვის გავაკეთეთ, რომ ცნობიერების ამაღლება გავუკეთებინა ამაზე. პროექტში მონაწილეობდა რამდენიმე შერეული გუნდი, სადაც ერთიანდებოდნენ სკოლის მოსწავლეები, უნივერსიტეტის მედიცინისა და IT მიმართულების სტუდენტები და ექსპერტ-მენტორები. მონაწილეებს ჰაკათონის დაწყებამდე ჩაუტარდათ როგორც ფიზიკური, ისე ონლაინ მზადების ეტაპები, ინსტრუქციული სესიები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასა და მედიცინისა და ტექნოლოგიების გადაკვეთაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა მედიცინაზე არა მარტო თეორიული მიმართულებით იფიქრონ, არამედ დაინახონ თუ როგორ ცვლის ტექნოლოგიები მათ მომავალს. MedTech ჰაკათონი აძლევს საშუალებას ალტე უნივერსიტეტის ორ სკოლას, ეს არის მედიცინა და IT ტექნოლოგიები, დაანახოს მომავალ სტუდენტებს და ამჟამინდელ მოსწავლეებს თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი მათ პროფესიას, კერძოდ მედიცინას. მათთვის ძალიან საინტერესო ყოფილიყო როგორც ტექნიკური განწყობილების მიღება, ასევე იმ თეორიული ცოდნის აკრეფა, რომელიც დაჭირდათ განწყობილების მისაღებად. გუნდებმა ალტა უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრში ხელოვნური ინტელექტის ჩართულობით ინტენსიურად იმუშავეს საკუთარ პროტოტიპებზე. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გამოეყენებინათ ალტა უნივერსიტეტის თანამედროვე ტექნოლოგიური რესურსები, მათ შორის 3D პრინტერი და ლაზერული მჭრელი. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, რომლის ორგანიზებას ალტა უნივერსიტეტმა გააკეთა ჰაკათონი, რომლის სახელწოდება რომ ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში და მით უმეტეს საინტერესო რომ ამ პროექტებში მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა, უნივერსიტეტის სტუდენტების მენტორობით. ის უნარები, რომელიც დღეს მოსწავლეებმა წარმოაჩინეს, ეს პრეზენტაციის უნარი, გამოსვლის, საჯარო გამოსვლის უნარი, გუნდთან მუშაობის უნარი, ნამდვილად მათ ნებისმიერი რა პროფესიაც არ უნდა აირჩიონ მომავალში, ნამდვილად რომ ნებისმიერ პროფესიაში გამოადგებათ. პროექტი ერთდროულად ემსახურება მოსწავლეთა კარიერულ ორიენტაციასა და სტუდენტების პროფესიულ ზრდას. MedTech ჰაკათონი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მედიცინისა და ტექნოლოგიების სინერგია ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობებს უხსნის და ხელს უწყობს ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებას საქართველოში.